სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ სახარებაში მოვისმინეთ. უფალი ამბობს, რომ არ არის დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს და დამალული, რომელი არა საცნაური იყოს. არაფერი არ დაიფარება. ამიტომ რასაც სიბნელეში იტყვითო, სინათლეზე გამოაშკარავდება. შეიძლება ასეც ვთქვათ, რომ ეს წუთისოფელი რაღაცნაირად მაინც დაფარულია. მთლიანად თუ არა, ადგილ-ადგილ მაინც იმ სიბნელეებით, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც ჩუმად თქვით, რაღაც ჩუმად გავაკეთეთ, რაღაც ჩვენთვის ვიფიქრეთ. მაგრამ ეს გამოცხადდება, გამოჩნდება იმ სინათლეზე, როდესაც უფალი დაბრუნდება და ჩვენ ყველანი მის წინაშე წავდგებით. როდესაც ყოველგვარი სინათლის წყარო დაბრუნდება, თავად უფალი მოვა და იმ სინათლეზე აღარანაირი დაფარული და დაჩრდილული აღარ იქნება. ყველაფერს ნათელი მოიცავს. და იმ ნათელში გამოჩნდება თითოეული ადამიანის კარგად თუ ცუდად ნაკეთები საქმეები. ახლა მოციქული პავლე ასე ამბობს, რომ ყველა საქმეო გულით აკეთეთო, არა როგორც ადამიანისაო, არამედ როგორც ღმერთისაო. ახლა დღეს თუ შევხედავთ ჩვენ, რატომ არის მაგალითად, რომ გზებზე კამერები დააყენეს, ესე იგი, სხვადასხვა ადგილებზე საავადმყოფო იქნება ეს თუ საწარმო თუ სხვა, შიგნით კამერები დააყენეს. ესენიც არის დაყენებული რაღაცა თანამშრომლებისთვის, ვინ რომელ საათზე მოვა დააფიქსირებს, რომ წავა დააფიქსირებს. თუ ადამიანი ღვთის წინაშე პასუხისმგებას იგრძნობდა და პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა იმ სამსახურის მოვალეობასაც, ეს არ დაჭირდებოდა. და ეს დაგვჭირდა მაშინ, როდესაც ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ღმერთისაა ყველაფერი და ჩვენ ღმერთმა დაგვადგინა ამათ თუ იმ ადგილზე. და იმისათვის, რომ ეს მრუდეთ კეთება არ გაგრძელებულიყო, ადამიანურმა გონებამ მოიფიქრა ეს, რომ რაღაცით შეეზღუდა. მაგრამ ქრისტიანს რომ ეს ჭირდება, ქრისტიანს რომელსაც ღმერთი უნდა ახსოვდეს და მაინც ეს კამერები და მეთვალყურეობა ჭირდება, ეს უკვე სიცხილი, ქრისტიანისთვის სიცხილი. იმიტომ რომ ქრისტიანი ის არის, ვისაც ღმერთის წამს, ვისაც წამს, რომ ღმერთი ყველგან არის. და ვისაც წამს, რომ ღმერთი ყველგან არის, ისიც იცის, რომ ღმერთი იქაც არის, თვითონ რომ რაღაცას აფუჭებს. და მაშინ რაღაცი ჭირდება ის კამერები. მაგრამ იქ, სადაც მას დაავიწყდა ეს და არაკეთილ სინდისიერად აკეთებს რაღაცას, იქ დაუდგინეს კამერები, თუმცა ის კამერების ყველაფერს ვერ ხედავს. მაგრამ ღმერთი იმ კამერების იქითაც ხედავს. ის კამერების თუნდაც ჩვენის გულის ფიქრებს საერთოდ ვერ ხედავს. მაგრამ ღმერთი ყველა ჩვენს ფიქრსა და ზრახვას და სურვილს ხედავს. ჩვენს წარმოთქმულ სიტყვას გებულობს და ჩვენს ნაკეთებ საქმეს ხედავს. დავით მებსალმუნე როგორ ამბობს, ნუ თუ რომელმაცო თვალი შექმნაო, ვერ ხედავსო? ნუ თუ რომელმაც ყური შექმნა, არ ესმისო? და ესმის და ხედავს. ამიტომაც რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიბნელეში ვაკეთებთ, ის დღის სინათლეზე გამოაშკარავდება. და პატიოსნება კი სწორედ ის არის, რომ არ გიყურებენ და რომ იცი, რომ არ გიყურებენ არავინ და ისე აკეთებ, როგორც მოეწონებოდა. აი არის პატიოსნება. პატიოსნება არის სამკაული, ერთ-ერთი სამკაული ადამიანისა. რომ არ გიყურებენ და მაშინაც რომ მოწესრიგებულად აკეთებ. რომ გიყურებენ და მაშინ აკეთებ, ეგ სხვა რამე. ეგ
უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს და ამიტომაც გააკეთებ. სხვადასხვა რამის გამო, ან შეიძლება სულაც შიშის გამოც კი. ან იმის გამო, რომ არ შერცხვე, ან იმის გამო, რომ შენზე ცუდი არ თქვან. მაგრამ როდესაც ამგვარი გარემოება არ არის და იცი, რომ მარტო შენ ხარ და მაინც ისე აკეთებ, როგორც დაგავალეს, ეგ უკვე ადამიანის ღირსება. ეგ უკვე ადამიანის სათნოება. ეგ ის არის, რაც უფალს მოსწონს. ეგ ღვთისმცნების აღსრულება. და სწორედ ღვთისმცნების აღმასრულებელი ადამიანი და ან თუ ვერ აღასრულა და მონანული, ამის გამო მონანული გადარჩება და ცხონდება. არა ის, ვინც არ აღასრულა და ამის გამო თავს იმართლებს სხვადასხვა გარემოებების გამო. არამედ ის, ვინც ცდილობს აღასრულოს და თუ ვერ აღასრულა ადამიანური სისუსტეების გამო, არ იმართლებს თავს, არამედ ნანობს ამას. და ესეც ადამიანის ღირსება. ამიტომაც აი ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები, რომ არაა დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს და დამალული, რომელი არა საცნაური იყოს. და თუ ადამიანს ეს ახსოვს, მისი ცხოვრება მეტად თავშეკავებული იქნება. ყველაფერში თავშეკავებული იქნება. იმიტომ რომ ემახსოვრება, რასაც აკეთებს, ის აუცილებლად გამოჩნდება და არაფერი არ იქნება საბოლოო ჯამში დამალული. ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ღვთის წინაშე რომ წარდგებით, ისე გვეცხოვროს, რომ არ შევრცხვენილიყავით, ესე იგი, არ გამომზაურებულიყოს ის ყველაფერი, რისიც აქ დამალვა შეიძლება ადამიანი ცდილობს. და თუ მაინც რაღაც მოხდეს შეცდომა, იქ სინანული და აღსარება გვიწყალობა ღმერთი. ჩვენთანაც ღმერთი.